გამარჯობა. დღეს ვისაუბრებთ თამარ მეფის მეფობის პარალელურ მოვლენებზე მსოფლიოში. წარმოიდგინე ზიხარ უმდიდრეს დაცულ სამეფოში. სადღაც პოეზია ყვავის, ვაჭრობა დუხს, ირგვლივ სიმშვიდეა და წარმოდგენაც არ გაქვს, რომ ათასობით კილომეტრის იქით უკვე იბადება ტორნადო, რომელიც რამდენიმე 10 წელში ყველაფერს წალეკავს. კი, ზუსტად ეგრეა ხოლმე ისტორიაში. ხო, როგორ ვერ ვხედავთ ხოლმე ამ გლობალურ საფრთხეებს, ხო? ჩვენი მიზანი დღეს ზუსტად ეს არის. ჩვენ წინ გვაქვს წყაროების საკმაოდ სქელი დასტა, ეს ისტორიული ჩანაწერები და კვლევები, რომლებიც მოიცავს მე-12 საუკუნის დასასრულს და მე-13 საუკუნის დასაწყისს. ჩვენი მისია, რომ ერთი წუთით დავივიწყოთ მხოლოდ საქართველოს საზღვრები. გავიდეთ გარეთ და დავინახოთ დიდი სურათი. რეალურად რა ხდებოდა პლანეტაზე მაშინ, როცა საქართველოში ის ცნობილი ოქროს ხანა იდგა. მოდი, დეტალურად განვიხილოთ ეს ეპოქა. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს მიდგომა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ისტორია არასდროს, ხაზვის სხვამ, არც ერთ ეპოქაში არ ვითარდება ვაკუუმში. ჩვენ ხშირად ვსწავლობთ თამარის ეპოქას, აი ამ 1184-დან 1219 წლამდე პერიოდს, როგორც რაღაც იზოლირებულ სასწაულს. კი, ძირითადად მასე გვასწავლიან ხოლმე. ხო, მაგრამ შეუძლებელია გაიაზრო ეს სასწაული, თუ არ დაინახავ იმ გლობალურ, ასე ვთქვათ, ტექტონიკურ ძვრებს, რაც ზუსტად იმავე წლებში მიმდინარეობდა მსოფლიოში. ეს არის პერიოდი, როდესაც ძველი იმპერიები იშლება და სრულიად ახალი, დაუნდობელი ძალები იბადებიან. ფაქტობრივად, მსოფლიო წესრიგი თავიდან იწერებოდა. მოდი მაშინ დავიწყოთ 1180-იანი წლებით და ჯერ ახლო აღმოსავლეთს შევხედოთ. წყაროებიდან კარგად ჩანს, რომ ამ დროს რუკაზე ძალთა ბალანსი მკვეთრად იცვლება, ლამის ყოველდღიურად. რა ხდება კონკრეტულად იმ რეგიონში, რომელიც ტრადიციულად საქართველოსთვის ყველაზე დიდი თავისტივილი იყო? 1180-იან წლებში ისლამურ სამყაროში უდიდესი გეოპოლიტიკური გადათამაშება მიმდინარეობს. მოდი გავიხსენოთ სელჩუკთა დიდი იმპერია. აი ეგენი, დავით აღმაშენებლის დროს რო იყვნენ, ხო? ზუსტად ეგენი. ეს ის ძალაა, რომელიც მანამდე 10 წლეულების განმავლობაში საქართველოს ფავარი ეგზისტენციალური საფრთხე იყო. ახლა კი წყაროები გვეუბნება, რომ ეს გიგანტური იმპერია შიგნიდან ფეთქდება. ისინი იყოფიან, სუსტდებიან და 1194 წელს პრაქტიკულად სრულდება კიდეც მათი ბატონობა ირანში. ანუ ვაკუუმი ჩნდება. კი, და ბუნება ხომ სიცარიელეს ვერ იტანს. სელჩუკების დასუსტების პარალელურად ფეხზე დგება სრულიად ახალი ძალა აიუბიდების დინასტია. და აქ სცენაზე გამოდის ფიგურა, რომელმაც ისტორია შეცვალა. სალადინი. სალადინი. ხო, 1187 წელს ის იღებს იერუსალიმს, რაც ჯვაროსნებისთვის და მთლიანად ევროპული სამყაროსთვის არის, ენით აღუწერელი შოკი. მოიცა, მოდი ეს საქართველოს დაუკავშიროთ. 1184 წელს, სალადინის მიერ იერუსალიმის აღებამდე სულ რაღაც 3 წლით ადრე, თამარი ხდება ერთპიროვნული მმართველი. მამამისი გარდაიცვალა და შიდა სიტუაცია საქართველოში არის სრული კოშმარი. ნამდვილად კოშმარია. ხო, არის ასეთი ფიგურა, ყუთლუ არსლანი, რომელიც ითხოვს აი ამ კარვის დაარსებას. ვისაც არ ახსოვს, ეს კარავი ხო არ იყო უბრალოდ რაღაც ფიზიკური კარავი. არა, რა თქმა უნდა, ეგ იყო პოლიტიკური ინსტიტუტი. ხო, ინსტიტუტი, რომელიც მეფეს პრაქტიკულად ექსკლუზიურ ძალაუფლებას ართმევდა. მე ეს ყოველთვის მაგონებს ხოლმე ახალგაზრდა ახლად განისნულ აღმასრულებელ დირექტორს, CEO-ს რო ვეძახით. საინტერესო შედარებაა. ხო, წარმოიდგინე, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭო ამ ახალ CEO-ს მტრულად ხვდება და ეუბნება, კი ბატონო, დაჯექი შენ სკამზე, მაგრამ ყველა ფინანსურ და სტრატეგიულ გადაწყვეტილებაზე ჩვენ გვაქვს ვეტოს უფლებაო. ძალიან ზუსტი პარალელია. ფეოდალები, შენი თქმისა არ იყოს, ეგ დირექტორთა საბჭო, ცდილობდნენ ესერგებლად იმით, რომ ტახტზე ახალგაზრდა ქალი ავიდა. მათ უნდოდათ აბსოლუტური მონარქიის ოლიგარქიად გადაქცევა. და ამას ემატება პირველი კატასტროფული ქორწინება იური ბოგოლიუბსკისთან, ეგეც ხომ ამ ფეოდალების შერჩეული იყო, მერე მისი განდევნა, მერე მისივე აჯანყებები. მაშ როგორ მოახერხა თამარმა ამ ტოტალურ შიდა ქაოსში პოლიტიკური გადარჩენა და მერე საერთაშორისო არენაზე ისეთ გიგანტებთან თამაში, როგორც სალადინია? აქ ყველაზე მომაჯადოებელი ზუსტად ის პოლიტიკური ოსტატობაა, თუ როგორ იყენებს თამარი დროს. სანამ მისი მტრები, იგივე სელჩუკები, იშლებოდნენ და ერთმანეთს ებწოდნენ სამოქალაქო ომებში, თამარმა შეძლო სახელმწიფოს ცენტრალიზაცია. შიდა პრობლემები მოაგვარა ჯერ. ზუსტად.
მან გააკეთა არამხოლოდ ძალის, არამედ ჭკვიანური საკადრო პოლიტიკის ხარჯზე. დირექტორთა საბჭოდან ნელ-ნელა ჩამოიშორა ურჩი წევრები და შემოიკრიბა სრულიად ერთგული ფიგურები, მაგალითად მხარგრძელები. როცა შიდა სიტუაცია დაალაგა, მერე რეგიონის დაგსაქსულობა უკვე სათავისოდ გამოიყენა. სალადინთან ამბავიც ეგრე იყო, ხომ? კი. აი წარმოედგინე, სალადინმა აიღო იერუსალიმი. მთელი ქრისტიანული ევროპა პანიკაშია. ამ დროს თამარი აგზავნის ელჩებს სალადინთან და ითხოვს ქართული მონასტრების დაბრუნებას და ჯვართამაღლების წმინდა ნაწილის გამოსყიდვას. და წყაროებში ვკითხულობთ, რომ მან სალადინს ამ წმინდა ნაწილში ბიზანტიის იმპერატორზე მეტი თანხაც კი შესთავაზა. ზუსტად ეგ არის მთავარი დეტალი. მართალია, სალადინმა წმინდა ნაწილი არ დათმო, მაგრამ აქ ფინანსური წონა და დიპლომატიური პრესტიჟი ჩანს. სალადინმა სერიოზულად მიიღო ეს შეთავაზება, რადგან ხედავდა, რომ საქართველო არის სტაბილური, მზარდი ძალა. ამის შედეგად ჯეიმს ვიტრიელი, აკრის ეპისკოპოსი, წერს, გაოცებული, ხო, მახსოვს ეგ ციტატა. ამბობს, რომ ქართველებს იერუსალიმში გაშლილი დროშებით შეეძლოთ შესვლა განსხვავებით ევროპელი ქრისტიანებისგან, რომლებსაც იქ ჩუმად უწევდათ გადაადგილება. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ გადარჩენილი სახელმწიფო, ეს რეგიონული ჰეგემონის სტატუსია. გასაგებია, ანუ მან აღმოსავლეთში იდეალურად ითამაშა დიპლომატიური ჭადრაკი. მაგრამ ახლა მინდა სრულიად სხვა მიმართულებით წავიდეთ. ნამდვილი გეოპოლიტიკური მიწისძვრა ხომ დასავლეთიდან მოვიდა. 1204 წელი. იწყება მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობა. ხო, ეგ მართლა მიწისძვრა იყო. ანუ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ჯვაროსნები ხომ უნდა წავიდნენ იერუსალიმის დასაბრუნებლად, მაგრამ ფლოტი მიდის კონსტანტინოპოლში. და 1204 წელს ეს ჯვაროსნები მიწასთან ასწორებენ მართლმადიდებლური სამყაროს წენრს. მოიცა, მოდი ეს გავიაზროთ. ქრისტიანებმა ქრისტიანები გაანადგურეს. კი, ეგრე გამოვიდა. რატო? და როგორ შეძლო საქართველომ ამ ტრაგედიიდან სარგებლის მიღება? ის, რაც 1204 წელს მოხდა, მართლაც ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული და ტრაგიკული ფურცელია. ნიკიტა ქონიატე, ბიზანტიელი მემატიანე, საშინელი ტკივილით აღწერს ამ ყველაფერს. ძალიან მოკლედ რომ თქვათ, ფული და შიდა ინტრიგები იყო მიზეზი. როგორც ყოველთვის. ხო, ჯვაროსნებს უზარმაზარი ვალი ჰქონდათ ვენეციელების, რომლებმაც მათ ფლოტი აუშენეს. ვენეციელებმა კი, რომლებიც უაღრესად პრაგმატული ვაჭრები იყვნენ, ეს ვალში ჩავარდნილი არმია გამოიყენეს საკუთარი კონკურენტის, ბიზანტიის გასანადგურებლად. თან ბიზანტიაშიც ხო არეულობა იყო. კი, დინასტიური დაპირისპირებები მიდიოდა და ერთ-ერთმა თახტის მაძიებელმა თავად სცოვა ჯვაროსნებს დახმარება. შედეგად მივიღეთ კატასტროფა. მაგრამ როგორ დაეხმარა ეს საქართველოს? როდესაც ბიზანტია დაეცა, შავი ზღვისა და მცირე აზიის რეგიონში წარმოიქმნა უზარმაზარი გეოპოლიტიკური ვაკუუმი. ანუ მოთამაშე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აკონტროლებდა რეგიონს, უცებ გაქრა. დიახ, და თამარის რეაქცია იყო ელვისებური. 1204 წელსვე მან გაგაგზავნა ქართული ჯარი შავი ზღვის სანაპიროზე და ფაქტობრივად საკუთარი ხელებით დააარსა ტრაპიზონის იმპერია. და სათავეში ჩაუყენა თავისი ნათესავი, ალექსი კომნენოსი. ეგ ბიჭი თუ სწორად მახსოვს, ბიზანტიის თახტის მემკვიდრე იყო, მაგრამ კონსტანტინოპოლიდან გამოქცეული და საქართველოს კარზე იზრდებოდა. კი, ზუსტად ეგრეა. ანუ თამარს ეს კარტი უკვე ხელში ეჭირა და უბრალოდ მაგიდაზე დადო. აბსოლუტურად. ეს იყო გენიალური სლა. ალექსი კომნენოსი იყო ლეგიტიმური ბიზანტიელი პრინცი, მაგრამ რეალურად ეს იყო ქართული პოლიტიკური პროექტი. ამ ნაბიჯით საქართველომ შექმნა უზარმაზარი ბუფერული ზონა თავის საზღვარზე. და სავაჭრო ხაბიც ხომ? რა თქმა უნდა. ამასთან, რადგან ბიზანტია აღარ არსებობდა, საქართველო ავტომატურად იქცა მთელ რეგიონში ყველაზე ძლიერ ქრისტიანულ სახელმწიფოდ. სხვისი სისუსტე პირდაპირ ქართულ სიძლიერად ტრანსფორმირდა. გადანაწილებით არიან დაკავებულნი, შორეულ აღმოსავლეთში, აზიის სტეპებში იბადება ძალა, რომელიც მალე მთელ სამყაროს შეცვლის. 1206 წელს თემუჩინი აერთიანებს ტომებს და იღებს ჩინგის ყაენის ტიტულს. და მერე უკვე 1211 წლიდან იწყებს ძინის დინასტიის დაპყრობას ჩრდილოეთ ჩინეთში. ხო, მონგოლები. ახლა მე მინდა ცოტა სკეპტიკური ვიყო. ჩვენ ხშირად მონგოლებს წარმოვიდგენთ როგორც უბრალო ველურ მომთაბარეებს.
ფილმებიდან ისეთი სურათი გვაქვს, რომ მოდიოდნენ, წვავდნენ ყველაფერს, კლავდნენ და მიდიოდნენ. კი, პოპკულტურაში ეგრეა. ხო, მაგრამ სიმართლებით რა აქ რაღაც არ ჯდება. როგორ უნდა აეშენებინა სტაბილური მსოფლიოში უდიდესი სახმელეთო იმპერია ძალას, რომლის ერთადერთი სტრატეგია მხოლოდ ტერორი იყო. რეალურად როგორ მუშაობდა მათი მექანიზმი? შენი სკეპტიციზმი აბსოლუტურად ადგილზეა. რეალურად ეს მითი, რომ ისინი უბრალოდ წვავდნენ და ანგრევდნენ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაუგებრობაა. მონღოლთა ადმინისტრაციული პოლიტიკის ევოლუცია, განსაკუთრებით ძინის დინასტიის დაპყრობის პროცესში, არის სრული მასტერკლასი. ანუ მარტო არ ანგრევდნენ. თავიდან კი, წყაროები არ მალავენ, რომ საწყის ეტაპზე 1211-1215 წლებში, როდესაც აიღეს ჟონგდუ, ანუ დრევანდელი პეკინი, მათი სტრატეგია მართლაც დაუნდობელი ძარცვა იყო. მათ უბრალოდ არ იცოდნენ რა ექნათ ამხელა ქალაქებისთვის. გასაგებია, სტეპებიდან მოვიდნენ. ხო, თუმცა მათი გენიალურობა ადაპტაციაში მდგომარეობდა. მათ ძალიან მალე გააცნობიერეს, რომ მხოლოდ შიშით და განადგურებით უზარმაზარ იმპერიას ვერ მართავდნენ. ანუ მიხვდნენ, რომ დანგრეული ქალაქიდან და მკვდარი გლეხისგან გადასახადს ვერ აიღებდნენ, ხო? სწორედ ეგ არის. და ამის საუკეთესო ილუსტრაციაა კაიფენგის აღების ეპიზოდი. როცა მონღოლები ქალაქს მიადგნენ, გენერალ სუბუდაის უნდოდა ქალაქის მიწასთან გასწორება. მაგრამ ყაენის მრჩეველმა იელუჩუცაიმ, რომელიც წარმოშობით ხიტანი იყო, გააჩერა. მან უთხრა, თუ ჩვენ მათ შევინარჩუნებთ, ისინი გადაგვიხდიან უზარმაზარ გადასახედებს და აგვიშენებენ ეკონომიკასო. და ყაენმაც დაუჯერა. კი, ყაენმა დაუჯერა, მათ დაიწყეს ნებაყოფლობით დანებული ქალაქების შეწყალება. მეტიც, მიზანმიმართულად დაიწყეს ადგილობრივი ნიჭის გამოყენება, ექიმების, მშენებლების, ინჟინერების. იცი რას გავს ეს პროცესი? ჩვენ წეღან თამარის ეპოქაზე CEO-ს ანალოგია მოვიყვანეთ და აქაც მინდა კორპორატიული სამყაროდან შემოვიტანო მაგალითი. აბა, გისმენ. ეს ზუსტად გავს დიდ კორპორაციულ შთანთქმას. წარმოიდგინე, რომ აგრესიული, მოქნილი სტარტაპი, ანუ მონღოლები, ყიდულობს ძველ გიგანტურ კომპანიას, აი ძინის დინასტიას. სტარტაპი, რა თქმა უნდა, აგდებს ძველ ტოპ მენეჯმენტს, იმპერატორს და სარდლს, მაგრამ არასდროს არ აგდებს საუკეთესო ინჟინერებს და შუარგოლის მენეჯერებს. პირიქით, იტოვებს მათ, რათა ახალი გაცილებით ეფექტური სისტემა ააშენოს. სრულიად ვიზიარებ ამ ანალოგიას. ზუსტად ეგ გააკეთეს. მათ შეინარჩუნეს ადგილობრივი დიდებულების ტიტულებიც კი. და ეს კორპორაციული შთანთქმა მხოლოდ ეკონომიკით არ შემოფარგლულა. სამხედრო სფეროშიც. კი, წყაროები ხაზუსვამენ, რომ მონღოლებმა უბრალოდ კი არ დაიპყრეს ხანის ჩინელები და ხიტანები, არამედ ისინი საკუთარ არმიაში წამყვან პოზიციებში შეიყვანეს. მოიცა მართლა? ნამდვილად, ჩვენ კითხულობთ ისეთი გენერალების შესახებ, როგორებიც იყვნენ შიტიანზე და ლიუხეიმა. ეს ჩინელი და ხიტანი ლიდერები მეთაურობდნენ ეწოდებულ თუმენებს, ანუ 10,000 კაციან ელიტურ შენაერთებს. მოიცა, ანუ დაპყრობილ ხალხს აძლევდნენ 10,000 კაციანი არმიის მართვის უფლებას. კი, ზუსტად. ეს ხომ უდიდესი რისკია. როგორ აკონტროლებდნენ მათ? რა უშლიდა ხელს ამ შიტიანზეს, რომ ეგ არმია თავად მონღოლების წინააღმდეგ შემოეტრიალებინა? აი აქ შემოდის ჩინგისყაენის კიდევ ერთი გენიალური ინსტრუმენტი, იასა, ანუ კანონთა კრებული. ეს არ იყო მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსი, ეს იყო სოციალური კონტრაქტი. იასა გარანტიას აძლევდა ადგილობრივ ავტონომიასა და აბსოლუტურ რელიგიურ ტოლერანტობას. ანუ რელიგია არ აინტერესებდათ? საერთოდ არა. მონღოლებს არ აინტერესებდათ რომელ ღმერთს ლოცულობდი. მთავარი იყო ყაენის ერთგული ყოფილიყავი. ამ მერიტოკრატიამ და ტოლერანტობამ განაპირობა ის, რომ ნიჭიერმა ლიდერებმა მონღოლურ იმპერიაში საკუთარი წინსვლის უდიდესი შესაძლებლობა დაინახეს. ასიმილაციის ეს უნარი იყო მათი მთავარი იარაღი. მართლაც. დაუჯერებელია. ახლა კი მოდი. ეს ორი პარალელური სამყარო ერთმანეთისკენ მივმართოთ. წარმოიდგინე 1210 წელი. ერთ მხარეს გვაქვს საქართველოს ოქროს ხანა. თამარის ჯარები, მხარგრძელების სარდლობით, იჭრებიან ჩრდილოეთ ირანში. იღებენ ისეთ ქალაქებს, როგორიცაა თავრიზი და ყაზვინი. ეს უკვე უბრალოდ თავდაცვა აღარ არის. ხო, ეს უკვე ძალის დემონსტრირება შორმანძილზე. საქართველო აღწევს თავისი განვითარების მწვერვალს. სწორედ ამ ეპოქაში იწერება ვეფხის ტყაოსანი. ვინც 1200 წელს თბილისში ცხოვრობდა, ალბათ ფიქრობდა, რომ ეს ქვეყანა სამუდამოდ უძლეველია, ხო?
და მე მინდა რომ ვინც ახლა გვისმენს შენ ერთი წუთით შენი თავი წარმოიდგინო ზუსტად იმ 1210 წლის თბილისში. შენ ირგვლივ ყველაფერი იდეალურადაა, უსაფრთხო ხარ და გაქვს ილუზია რომ ეს სტაბილურობა მარადიულია. ზუსტად ასე ვგზნობთ თავს დღესაც. ნამდვილად. მაგრამ ისტორია გვაჩვენებს რომ იზოლირებული უსაფრთხოება არ არსებობს. დაახლოებით 1213 წელს თამარ მეფე გარდაიცვალა და სწორედ ამ წლებში აზიის სიღრმეში მონგოლებმა დაასრულეს თავიანთი ახალი ტიპის სამხედრო მანქანის ფორმირება, რომელზეც წეღან ვისაუბრეთ. ეს უკვე სრულყოფილი დაპყრობითი მექანიზმი იყო. მექანიზმი, რომელიც უკვე იწოვდა სხვადასხვა იმპერიის საუკეთესო მიღწევებს, ჩინურ საინჟინრო ცოდნას, ხიტანურ ადმინისტრაციას და ახლა უკვე დასავლეთისკენ მოიწევდა. დიახ, და თამარის გარდაცვალებიდან სულ რაღაც 200 წლეულში ეს ორი სრულიად განსხვავებული სამყარო შეეჯახება ერთმანეთს. მონგოლები საქართველოს საზღვრებსაც მოადგებიან და ისტორიის ეს ფურცელი ტრაგიკულად დაიკეტება. ეს ყველაფერი ნამდვილად გაფიქრებს იმაზე, თუ რა სწრაფად შეიძლება შეიცვალოს სამყარო. თუკი მხოლოდ შენ საზღვრებში ხარ ჩაკეტილი. და სანამ დღეს დაგემშვიდობებით, მინდა ერთი პროვოკაციული ფიქრი დაგიტოვა მოსაფიქრებლად. ჩვენ ვისაუბრეთ 1204 წლის მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობაზე და ბიზანტიის დაცემაზე. ვთქვით, რომ ამან თამარ ტრაპიზონის იმპერიის შექმნის შანსი მისცა. მაგრამ მოდი დავფიქრდეთ, რა მოხდებოდა თუ კი ჯვაროსნები არ გაანადგურებდნენ ბიზანტიას? ძალიან საინტერესო კითხვაა. ხომ არ დატოვა მართლმადიდებლური სამყაროს ცენტრის დაცემა თანაჩვენი რეგიონი ერთგვარი ბუფერის გარეშე იმ მონგოლური ქარიშხლის წინაშე, რომელიც უკვე მოემართებოდა. ხო არ იყო საქართველოს ეს უდიდესი ტრიუმფი, მისი მომავალი დაცემის ერთ-ერთი უხილავი წინაპირობა. იფიქრე ამაზე, გააგრძელე ამ საოცარი ეპოქის კვლევა, დასვი კითხვები და აღმოაჩინე ახალი კავშირები ისტორიაში, რადგან არაფერი ხდება იზოლირებულად. დროებით.